ვარ ნინა ჩოგაძე 11 წლის. სწავლობ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა და საჭმელის გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 6 წელია ვცეკვავ ანსამბლ ხიხანში. მახსოვს პირველი დღე ხიხანში რომ მივედი. მხოლოდ მასწავლებელს ვიცნობდი და არ ნერვიულობდი. ცეკვაში ყველაზე რთულია ხელის მოძრაობის დახვეწა. ყველაზე ადვილია ცერებზე დგომა. უკვე 10 ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბულგარეთის გასტროლი. კარგადაც გავერთეთ და პირველი ადგილიც ავიღეთ. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ეთი აი ეს. თილუში ვცეკვავ სოლოს. ოღონდ ამ დროს ვცეკვავთ 2 ბიჭი და 2 გოგო. ახლა კონცერტი დაგაგვილი გვაქვს იტალიაში და შემდეგ კონცერტს ვისურვებდი დუბაიში. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მყავს ძალიან გულთბილი მასწავლებლები და კლასელები. ჩემს სკოლაში ყველაზე მხიარულია გეგა ფუტკარაძე. ყველაზე ჭკვიანია 2 ბავშვი რო თქვა შეიძლება? ელენე პატარიძე და ვაჟა იაკობაძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე პატარიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნინი პატარიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია, მეგობრული და გულთბილი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ერინა ტარიელაძე, რადგან ის არის ძალიან მეგობრული, ძალიან კარგად ხსნის გაკვეთილებს და მხიარულიცაა. არის თავის საქმის პროფესიონალი და უყვარს ბავშვები. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა გამოვიდე დიზაინერი, რადგან ხატვა ძალიან მიყვარს. წელს ჩავაყარე სამხატვრო სკოლაში და იქაურობა ძალიან მომწონს. განსაკუთრებით მომწონს თამთა დარჩია, რადგან მისგან ვცნობ განსაკუთრებულ სიტყვას და ყურადღებას. ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული ხატვით და ბოლო-ბოლო შევედი სამხატვრო სკოლაში. ხატვაში ყველაზე რთულია იდეის მოფიქრება და ყველაზე მარტივია ფერების შერჩევა. მე მინდა რომ გამოფენა მქონდეს ბულვარში. დარწმუნებული ვარ ჩემი ნახატები ხალხს მოეწონება და გავყიდი კიდეც. თვითონ ნახატი ეღირება 60 ლარი. მე ფული როცა მაქვს ხარჯავს სახატავ ნივთებში. ბევრი ფული რომ მქონდეს დავეხმარებოდი გაჭირებულებს და ბევრი ფულს ჩავდებდი ჩემს განათლებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი ხატვას. ჩემს ნახატებს ყველაზე ხშირად ვჩუქნი ბებიას. ის არის ჩემი ნახატების პირველი შემფასებელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია თომა. ის არის ცელქი, ჭკვიანი, ნიჭიერი და მოუსვენარი. ჩემი აზრით, თომა რო გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის სიმპათიური, ძალიან ჭკვიანი და მშრომელი. მე ის ძალიან მიყვარს. მე ვარ მამიკას ქოქო. დედიკო არის ლამაზი, გულთბილი, მშრომელი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ხოთა შორის საჭმელების გაკეთება მეც კარგად გამომდის. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის და ეს იყო შემწვარი კვერცხი. ეს ჩემი საყვარელი საჭმელია ბურგერი. ბევრი ფული რომ მქონდეს, KFC-ს ვიყიდით. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავიჩენდი ახალ ტელეფონს iPhone 17-ს. სამგზავროდ ოჯახთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი საფრანგეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნინა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ნინა დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნინა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ანა მარია. ჩემ შვილებს დავარქმევ ბიჭს ნიკოლოს და გოგონას კესოს, არა, ნიცას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით, ყველაზე ცნობილი ადამიანი მაიკლ ჯექსონი. ბედნიერება არის, აი მომჩვიდეთ ეს ჯოქება, ოჯახთან ერთად გასეირნება და საყიდლებზე წასვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.